ჩვენი საეკლესიო ტრადიცია, ლიტურგიული ტრადიციაა, რომ იმოსემა ძოცისფერი მანტიის წირვის დაწყებამდე არის წარდგენა, მანამდე იწყება ეს პროცესი ინტრონიზაციის, ის უკვე კათოლიკოს პატრიარქის რანგში აღასრულებს წირვას. და წირვის ბოლოს მას გადაეცემა საპატრიარქო, ასე ვთქვათ, კვერთხი. და საზეიმო ვითარებაში გადაეცემა კუნკულ-ბარტყული საპატრიარქო, ეს თავზე რაც აფერეთ შავი კუნკულ-ბარტყული ბოლოს, მაგრამ მანამდე გადაეცემა კირიონის დროინდელი პანაღიები, აი ეს მნიშვნელოვანი. ჯვარი და ორი პანაღია. ეს ქუდიც არის თუ არ ვცდები კირიონის დროინდელი. გადაეცემა ღვთისმსახურების დროს ეგრეთ წოდებული ოქროს მიტრა. ესეც ძველი პატრიარქებიდან მოყოლებული ინახება. ტრადიციულად ეს უპირატესი მღვდელმთავარი, ქეროტონით უპირატესი მღვდელმთავარი გადასცემს. ან შეიძლება სათითაოდ ყველა ესეთი ნივთი, წმინდა ნივთი გადაეცეს სხვადასხვა მღვდელმთავრების მიერ. სინოდი უნდა იქნას მოწვეული, სადაც მადლობა გამოეცხადება კიდევ ერთხელ. იმ მოხდება სამწყსოს დალოცვაც იმ სინოდალური კუთხით, იმიტომ რომ ეს უკვე პატრიარქის რანგში პირველი სინოდი იქნება და მალევე უნდა იქნას ესეთი სინოდი მოწვეული.